მოგესალმებით. დადგა სამშაბათი მეგახლავართ გიორგი დარასელია და მინდა აუცილებლად მოვიკითხო ყველა ეს ადამიანი, ვინც გასასწრებაში ნახეთ, პატიმრები მინდა განსაკუთრებით მოვიკითხო და უცხოეთში მყოფი ქართველი და ის ადამიანები, ვისაც პრობლემა გაქვთ, რა ვიცი, 1000 გასაჭირი არის, 1000 პრობლემაა და ყველას აი ბედნიერება და გადალახვას გისურვებთ ამ პრობლემებს და თუ როგორ გადავლახოთ ჩვენთან სტუმრად როცა მოდიან მოძღვრები, ყველას ვეკითხები აი ამ ყველაფერს და სხვადასხვა აი როგორი ის არის, რომ მამაო მეუნებოდა წეღარო სულისკვეთება როგორია, რომ ხალხი მხვდებაო და რაღაცნაირად თითქოს რომ მათ რო ადარდებთო, იმაზე ვსაუბრობ. მე ხო არც ართან ხდები ხოლმე მოძღვრებთან, რაზე უნდა ვისაუბრო. ხო და აი ხა მამაოს კითხვას დაუსვამ, რომ მამაო თუ შეიძლება მამა გიორგი ჩაჩავაკო სტუმრად, რომლის სტუმრობა ძალიან გვიხარია და რომელი ადამიანთანაც დრო არასდროს არ ყოფნის 5 საათი რომ კონდეს მაინც არ მეყოფა ვიცი და უბრალოდ სწრაფად გადავალ კითხვაზე რომ ბევრი კითხვები დავსვა რა. ყველას მოგიკითხავთ, რაც თავარია და მამაო აი თუ შეიძლება აი სულისკვეთება ადამიანში ერთი და იგივე როგორ არის ხოლმე. აი მეც ჩემთვისაც ხშირად ვთქვამთ, რომ ვაიმე მე რაც მადარდებს ის გიკითხავს სიტყვაზე. როგორ ხდება, რომ აი ეს კონტაქტი როგორ ხდება ადამიანებს შორის, როგორ ვიცნობთ ეს ერთმანეთს? მე მინდა პირველ რიგში მოგესალმოთ. ძალიან მიხარია, რომ დღეს ჩვენ გვაქვს საშუალება რომ ვისაუბროთ და ზუსტად დღეს ჩვენ გვექნება განსაკუთრებული საუბარი ამ საკითხებზე. და მე მინდა გითხრათ, რომ იცით რა არის ჩვენ კი ვართ განსხვავებულები, მაგრამ ძირითადად მაინც ჩვენ გევართ ერთმანეთს და ყველა პრობლემები არის ჩვენთვის დამახასიათებელი. შეიძლება ზოგიერთში იმდენად არ არის გაღვივებული, ზოგში ნაკლებად, მაგრამ სისტემურ დონეზე ადამიანი აწყობილია ერთი და იგივე სისტემა არის. და ამიტომ მე არ მჭირდება რომ მე რაღაცნაირად სერიოზულად შევისწავლო სხვა ადამიანი, თუ მე ჩემ თავს სერიოზულად შევისწავლი, მე მიხვდები იმ ადამიანის პრობლემებიც რა არის, იმიტომ რომ ჩვენ ერთნაირები ვართ, ხო? და უფრო გავუგებთ, ხო მამა? ხო, უფრო გავუგებთ ერთმანეთს. და ამასთან დაკავშირებით მე მინდა დღეს ეხლა არის სექტემბერი. სექტემბერი, როცა დაიწყო სასწავლო წელი, საეკლესიო ახალი წელიც, სასწავლო წელიც დაიწყო და რა თქმა უნდა, რა კი დაიწყო სწავლა, ჩვენ რა თქმა უნდა დღეს არ გვაქვს უფლება, რომ ამ საკითხებსაც არ შევეხოთ. მაგრამ იმისთვის, რომ ჩვენ ეს ყველაფერი სწორედ გავიგოთ, მე მინდა ვისაუბრო აი ზუსტად აი ადამიანზე, ჩვენ სისუსტეზე. იცით რა შეა საქმე? საქმე იმაშია, რომ ჩვენ ყველას გვაქვს სუსტი და ძლიერი მხარეები. და რა ხდება, იცით, ვინ იმარჯვებს? საერთოდ ადამიანი, რომელსაც შეუძლია მოახდინოს ამ სუსტი და ძლიერი მხარეების ისე გადაჯგუფება, რომ აი ეს ძლიერი მხარეები ხდება ლოკომოტივად იქცევა მისი სუსტი მხარეების. ნუ ეხლა ცოტა დღევანდელი მის ფორმატში ცოტა ძნელია ამისი ჩვენება, მაგრამ მე თქვენ შეგიძლიათ დაგუგლოთ და ნახოთ. აი, ჩემთვის ძალიან ისეთი ნათელი მაგალითი ამისი არის ძველი საბჭოთა მომღერალი მარკ ბერნესი. ეს არის ადამიანი, რომელიც ვერ მღერის, არ მღერის. მაგრამ მარკ ბერნესი 60-იან და 70-იან წლებში იყო ერთ-ერთი პოპულარული მომღერალი და მეც მომწონდა. და თქვენ რო ნახოთ, აი გინდათ დაგუგლეთ, YouTube-ზე ნახეთ, Я люблю тебя жизнь, მისი სიმღერა. ეს კაცი იქ ლაპარაკობს. ის არ მღერის. მაგრამ ყოველგვარი პროტექციის, არავინ მას ხარს არ უჭერდა, ზურგის უკან არ არიდგა. საბჭოთა კავშირის ერთ-ერთი საუკეთესო მომღერალი იყო. აი მან მოახერხა რომ ის პრაქტიკულად კი არ მღეროდა, ის დეკლარირებდა, ლაპარაკობდა. მაგრამ აი ისე გააკეთა ეს თავისი სუსტე მხარე, თავისი უნარით ისე გააძლიერა, რომ ჩაითვალა ჩემი ასაკის და ჩემზე უფროსი ადამიანები ყველა დაგედათ რომ მარკ ბერნესი იყო ერთ-ერთი პოპულარული მომღერალი. და ეს არის ძალიან ნათელი მაგალითი და მე ამიტომ მინდა გითხრათ, რომ როცა ჩვენ გვიჭირს, ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ყველას გვაქვს სუსტი მხარეები, მაგრამ ზუსტად აი მისი გადაჯგუფება სწორედ
რომ იცი როგორ აი არ უნდა რკინიგზაში არ უნდა ვაგონი ელექტრაოზი წინ დააყენო ხო იცი შეიძლება 30 ვაგონი არის და ერთი ელმავალი არის და იმ ელმავალს მიყავს 30 ვაგონი ამიტომ ერთი ჩვენი ძლიერი მხარე შეიძლება წაწიოს 30 ჩვენი სისუსტე და დღეს ამიტომ მე მინდა ვისაუბრო ნელ-ნელა ისე მამო პირიქითაც ხო არის რომ ერთმა სისუსტემ შეიძლება შენი 30 ძლიერი მხარე მაგრამ ჩაითრიოს ეს უკვე ეს აი აქ უკვე არის შენი მარიფათი შენ როგორ გააკეთებ შენ თუ დანებდები მაშინ ის ერთი სისუსტე წაგიღებს შენ და მე მინდა გითხრათ ამ სამყაროში მე არც იმდენად ბევრი წაგებული მინახე რამდენად დანებებულები რომელიც უბრძოლველად ნებდებიან იმიტომ რომ მაშინ იცით როგორ ვთქვათ მაშინ გამოდის რომ ღმერთმა რა გამწირა მე ღმერთმა სულ ყველას მისცა იმისი საშუალება რომ მან იმის რესურსი რომ მან თავისი ძლიერი მხარეებით ებრძოლს თავის მხარეს და დღეს როცა რაზეც მე მინდა ვისაუბრო ეს იმიტომ ვილაპარაკე რომ ჩვენ უნდა ვნახოთ აი ესეთი წამყვანი სუსტი მომენტები ადამიანში რაც ყველაზე მეტად გძირავს მაგრამ რაღაც მხრივ ჩვენ არ გვესმის რომ ეს თურმე მეც სხვათა შორის იცით ძალიან დიდი ხანი დამჭირდა რომ ეს გამეგო იმიტომ რომ ეს ყველასთვის დამახასიათებელი და როცა გეტყვით თქვენ თვითონ უი მართლა ასე ყოფილა და მე მინდა გითხრათ აი 80-იანი წლების ბოლოს 90-იანი წლების დასაწყისში საბჭოთა კავშირში 80-იანი წლებში ბოლოს ხო იყო ძალიან პოპულარული ასეთი სიმღერა და რატო იყო პოპულარული? იმიტომ რომ ის ჩვენი ხასიათი, ჩვენი ფსიქოლოგიაზე მეტყველებდა. ანუ მომღერალი გამოსული იყო და მღეროდა. ძირითადად მთელი სიმღერა შედგებოდა ორი წინადადებისგან. Нет, 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 мы хотим сегодня, нет, 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 мы хотим сейчас. და მერე დიდი ქორიც მღეროდა მასთან ერთად იმეორებდა ამას და მერე მთელი დარბაზიც მღეროდა და ძალიან გახარებულები, კმაყოფილები დიდი ენთუზიაზმით ამას მღეროდა. ანუ ქართულად არა, მე მინდა დღეს, არა, მე მინდა ეხლა, დღეს და ეხლა. ეგოისტური რაღაცა მოთხოვნა. აქ მარტო ეგოიზმიც აღარ არის. დღეს და ეხლა დაგხუპა ჩვენ. აი სურვილი დღეს და ეხლა მინდა. და საიდან დაიწყო ეს დაღუპვა? აი პირველად სად იჩინა თავმა, აბა? სად? ადამ და ევას. ანუ რა მოხდა იქ? ანუ ის რაც აბა თითქოს უნდა გაეგოთ ამ ვაშლის ჭამით. ღმერთმა თქვა რომ დადგება დრო როცა თქვენ ამას გაიგებთ. ანუ როგორ იყო? ეს იყო დათქმული რომ სიკეთის და ბოროტების ფას ზუსტად რა არის სიკეთ და ბოროტება ისინი გაიგებდნენ ღმერთისგან რაღაცა ფორმით. მაგრამ ამას სჭირდებოდა გარკვეული ვადები დრო, იმიტომ რომ ასე იყო საჭირო, ღმერთით იყო ასე დათქმული. და მოდის გველი დაეუბნება რომ შეჭამე და დღეს და ეხლა შენ იმას გაიგებ. რაც შენ უნდა გაეგო, თავის დროზე გაგეგო. და კაცობრიობის პირველი კატასტროფა. ანუ რატო უღალატეს ამათმა ღმერთს? იმიტომ რომ აი ეს დაუოკებელი უკვე ადამიანში სული დღეს და ეხლა. დღეს და ეხლა. და მოდით მეორე კატასტროფა. ებრაელებმა რატო არ ვერ მიიღეს და არ მიიღეს ქრისტე როგორც მესია? მოდით ასე ვთქვათ, აქაც იგივე არის. ანუ საქმე იმაშია რომ ქრისტე რასაც აკეთებდა ყველა მისი ქმედება უკვე წინასწარმეტყველი იყო ძველ აღთქმაში. ზუსტად აკეთებდა არსებობს ასეთი ბიბლია პარალელური ადგილებით და ყველა სიტყვის გამონათქვამი და მისი ქმედება მერე იქ გვერდზე წერია ძველი აღთქმიდან ადგილი სადაც ეს რომელიღაც წინასწარმეტყველის მიერ უკვე არის ნათქვამი და ნაწინასწარმეტყველები. აქედან გამომდინარე მით უმეტეს რომ იმ დროს ებრაელებში თეორიულ დონეზე შესწავლა მიდიოდა იდეალურ დონეზე თორის. მაგრამ რატო ვერ ამოიცეს და არ ამოიცეს მასში მესია? როცა იმიტომ რომ მათი თვალები, მათი გონება იყო დაბრმავებული რით? მათ უნდოდა ისეთი მესია, იმიტომ რომ თქვენ იცით რომ იმ დროს ებრაელიერი იყო დაპყრობილიერი რომაელების მიერ
და თქვენ იცით რომ ისინი დიდძალ ხარჯს იხდიდნენ ყოველწლიურად ძალიან დიდი თანხები გროვდებოდა რომ იქ გაეგზავნათ აქ იდგა რომაული გარნიზონი თვითონ პონტი პილატე ერთ-ერთი პროკურატორი იქამდე სხვა პროკურატორებიც იჯდნენ პონტი პილატე სხვა დროს ახალი პროკურატორი იყო წინა პროკურატორი ამან გადაწონა მატერიალები ხო ახალი პროკურატორი იყო წინა პროკურატორი იცით რატომ მოხსნეს წინა სხვათა შორის ისრაელი რა იყო ისრაელი იყო ძალიან ყველაზე გადაკარგულ ცუდ პროვინციად ითვლებოდა და ამიტომ დამწყებ პროკურატორს ხო უშვებდნენ ისრაელ თუ კარგად თავს გამოაჩენდა მე უფრო კაი ადგილას გადაიყვანდნენ და წინა პროკურატორი მოხსნეს თვითონ იმან იმპერატორმა რომის იმპერატორმა რატომ იმიტომ რომ ებრაელებმა ძალიან ბევრი იჩივლეს და რატომ იმიტომ რომ ის ყველაფერში ჯინაზე უდგებოდა ებრაელებს და იმან იმპერატორმა უთხრა თანაც ისეთ რელიგიურ საკითხებში დავებოდა იმიტომ რომ ეგენი ხო წარმართები იყვნენ და იმან თქვა იმპერატორმა შენ რას იმაშვები რას ედავები რომ თავარი შენი ამოცანა არის რომ თავარი ამოცანა და სული რა იყო რომ იქ ხარკი დაგროვილი იმიტომ რომ რომინ დროს გაცხრომაში ცხოვრობდა და რაც შეიძლება მეტი თანხა თან იცით როგორ იქ არ იყო ფიქსირებული შეიძლება და მეტი კიდე მეტი შეგროვებია თანხა და რაც შეიძლება მეტი თანხა შეგროვდეს და ამის გამო ის მოხსნეს და პონტი პილატე რო გამოუშვეს იქ უთხრეს რომ თავარია ბუნტი არ იყოს სიმშვიდე გვინდა ხო ეს ხარკი ყოველწლიურად შეგროვდეს წამოვიდეს რომში და დანარჩენი იმად რელიგიურ საკითხებში ნუ ჩაერევი და ამიტომ იყო რომ მან კი შეეცადა ქრისტეს რაღაცნაირად გადარჩენა მაგრამ რო ახსოვდა რომის იმპერატორის ბრძანება რომ აი ამ რელიგიურ იმებში ნუ შედიხარ ნუ იმას ხო და ეხლა მაგრამ ეს ჩვენ ცოტა შორს აგვიყვანს წინა რო ყოფილიყო ის უფრო დაინდობდა შედარებით არ ვიცი რა მოხდებოდა მაგრამ ეს უფლისნება იყო რომ ყველაფერი ასე ყოფილიყო მაგრამ არაზე ვსაუბრობ ანუ ებრაელები ამ მომენტში ელოდებოდნენ იცით როგორ მესიას რომელიც დღეს აეხლა შეკრიბავდა ჯარს რაღაცნაირად შეკრავდა რაღაც ღვთაებრივ ძალას მიანიჭებდა ებრაელებს და ისინი დაამარცხებდნენ რომაელებს და პირიქით შეიძლება რომი გამختارიყო მათ პროვინციად და ისინი აი ასეთ იმას ელოდებოდნენ ასეთ მესიას რომელიც დღეს და ეხლავე გაწვალებულები იყო ხო რომელიც აეხლა დღეს და ეხლავე მათ განთავისუფლებს აი ამ ტყეობისგან და ამნოს ქრისტე მოდის და ლაპარაკობს შორეულ პერსპექტივებზე ეს საუბრება ძალიან შორეულ პერსპექტივებზე ეს საუბრება რომ შენ უნდა შენ თავზე იმუშაო შენ უნდა პიროვნულად გაიზარდო შენ უნდა ეს სულიერზე ესაუბრე სულიერზე შენ უნდა გაიზარდო ცხონებაზე ფიქრო და ესენი ელოდებიან რომ დღეს აქ ამ დედამიწაზე დღეს ეხლა უნდა დრო განთავისუფლონ თან ეს სიამაყე როგორ ჩვენ იცით მაგაზე ჯერ მარტო ეს სიამაყე რომ ჩვენ ესეთი ამხელა ღმერთისგან რჩეული ერი და ეხლა ვარ ვიღაც რომაელების ქვეშ და ეს არის ამიტომ დღეს და ეხლა ღუპავს და აი ეხლა დრო დღევანდელ დღეზე რო გადავიდეთ ჩვენ ხალხზე ხო აი მე ძალიან ბევრ ადამიანთან მქონდა საუბარი ვინც დაკარგეს ბინები რატო დაკარგეს იმიტომ რომ ეს რეკლამა რომ მოდი ბანკში და შენ თუ რაღაცა საგანის ყიდვა გინდა და ვერ ყიდულობ შენ გინდა დღეს ეხლავე მოდი აიღე სესხი და იმ დროს 90 ცენტრებში როგორც ეს ბინაიდებოდა და შენ დღეს ვეხლა მიიღებ იმ საგანს და იმის გამო რომ აი დღეს ეხლავე მიიღონ რაღაცა საგანი კონდეთ რაღაც ისა ესენი მაგათის იქ და ისინი ვალებს იღებდნენ იმისთვის რომ დღეს და ეხლა შეეძინათ რაღაცა უაზრო საქმეები რომელსაც შეიძლება საერთოდ მე არც ვარგოდეს და გადაეგდოთ ერთმა ადამიანმა ძალიან კარგი ბინა დაკარგა და რატომ აი ძალიან სხვათაშორის პატარა სესხი მე პროცენტებით გაიზარდა და რა გიდოდა მე ვთქვი სესხი აი მინდოდა რომ კარგი სარეცხი მანქანა მქონოდა და მეთქი ხო ქონდა მანქანა კი მქონდა მაგრამ ის მინდოდა აი დღესვე მინდოდა უფრო კაი სარეცხი რაღაც აი ესეთი საყოფაცხოვრებო რაღაცები ნივთები იყიდა სადაალაგოს ეხა არის
მე როცა გაასახლეს იმ ბინიდან აღმასრულებლებმა ეს ყავეჯი ყველაფერი გაიტანეს და ეს არეცხი მანქანაც და ეს ნივთები რაც იყიდა ყველაფერი ქუჩაში დარჩა და დაეკარგა იმიტომ რასაც ასაღები არ ქონდა ანუ დღეს და ეხლა აი ძალიან სერიოზულად აფუჭებს ყველაფერს დღეს და ეხლა ანუ ჩვენ უნდა ვიფიქროთ უფრო ღრმად და მომავალ და ამიტომ ეხლა რაზეც მე მინდა თქვენ გესაუბრო ანუ როცა საუბარი მიდის საუკუნო სიცოცხლეზე ხო საუკუნო ცხოვრებაზე ადამიანებისთვის ძალიან დიდი მასისთვის ეს არის რაღაცა აი შორეული პერსპექტივა ძალიან შორეული პერსპექტივა იმიტომ რომ მათ ეხლა დღეს აინტერესებთ აი დღეს აი ეხლა ჩემი ყოველდღიური მოთხოვნილებები როგორ შევასრულო და ამიტომ აი სულის ცხონება სიცოცხლეს საუკუნო ეს არის რაღაცა ძალიან დიდი იმით ვადით გადადებული რაღაცა მცნება ამ დროს ხო მოდით პირდაპირ თქვათ აი რელიგიაში ხო შეიძლება ჩვენ რაღაცებში განსხვავდებოდეთ სხვადასხვა მიდგომები ქონდეს აი დავუშვათ დღეს რელიგიაში ნახევარზე მეტი ღვთისმეტყველებები არიან დიხოტომიის მომხრეები ზოგი ტრიხოტომიის მაგრამ იმის გამო შენ ტრიხოტომისტი ხარ თუ დიხოტომისტი ხარ ეს არც ერთნაირად შენ ქრისტიანობაზე არ მოქმედებს და არც მართლმადიდებლობაზე მაგრამ ადამიანი პირდაპირ გეტყვით თუ ადამიანს არ სჯერა ცხოვრებისა მერმისა მის საუკუნესა მაშინ მორჩენილია მას რელიგიაში საერთოდ არაფერი არ ესაქმება ანუ არ შეიძლება შენი თავი რელიგიურ ადამიანად გაასაღო და თქვა რომ მე ცხოვრებისა მერმისა მის საუკუნით ნაკლებად მაინტერესებს იმიტომ რომ მთელი ბიბლია მთელი სახარება ქრისტეს ყველა ქმედება მაინც განკუთვნილი არის საუკუნო სიცოცხლის გამო და ჩვენ აქ რასაც ვაკეთებთ აქ მოვედით არა იმიტომ რომ აქ რაღაცები მივახციოთ არამედ რომ დავიმსახუროთ სიცოცხლეს საუკუნო აი ახლა ჩვენ ნელ-ნელა მოვედით იქამდე რაზეც ჩვენ უნდა გვესაუბრა აქამდე რო ვთქვათ შესავალი იყო და მოდით ჩვენ ახლა ავიღოთ კი და ახლა წინასწარმეტყველს მოიღო არა ახლა სახარებიდან წავიკითხო და რატომ ახლა არის სექტემბერი სასწავლო წელი დაიწყო და ახალი წელიც იყო ახალი და სასწავლო წელი და ნახეთ რა წერია საუკუნო სიცოცხლე კი ის არის რომ გიცნობდნენ შენ ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთს და იმას ვინც შენ მოავლინე იესო ქრისტეს გიცნობდნენ ანუ რა ხდება ესე იგი მე სასწაულს რატომ მივაბე ანუ ცოდნა თურმე არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მომენტი რომ ჩვენ თუ გვინდა მოვიპოვოთ სიცოცხლეს საუკუნო ანუ ბერჯერ უნდა ილოცოს კაი საქმე მაგრამ ცოდნა იმისთვის რომ ჩვენ სიცოცხლეს საუკუნეს ვერ დავიმკვიდრებთ ვერასდროს თუ არ გვეცოდინება ღმერთი და არ გვეცოდინება იესო ქრისტე და აი აქ უკვე დგება ძალიან დიდი სირთულეები აბა ვინ იცნობს ესერად ღმერთს და იესო ქრისტეს ვიცნობ მე ახლა იცით ახლა ერთადერთი კიდე ბევრჯერ ვამბობ და კიდე გავიმეორებ რომ მე აქ რომ მოვედი და ვსაუბრობ არავის არ გეგონოთ რომ მე ახლა რაღაც პიედესტალზე დგევარ და ვიღაცას რაღაცას ანუ მე აქ მოვდივარ რაც მე გამაწვალებს და ჩემში რაც უნდა ტკივილი თქვა რასაც ნაკს ხედავ მოვდივარ და გიზიარებ თუ კი არა რომ მე ახლა თქვენ რაღაცას გასწავლით მე ჩემ ნაკზე ვიზიარებ რომ აი ღმერთის ცნობა როგორ უნდა ვიცნობდეთ ღმერთს, ხო? ვიცნობ ჩვენ ღმერთს, არ ვიცნობთ. და აქედან გამომდინარე, ესე იგი, ჩვენ გვესმის, რომ ამ სამყაროში არსებობს რაღაცა ცოდნა, რომელიც ჩვენ უნდა მოვიპოვოთ იმისთვის, რომ შევიცნოთ ღმერთი
და მის მიერ გამოგზავნილი იესო ქრისტე. ამაშია საქმე. მაგრამ ეს რანაირად უნდა გავაკეთოთ? აი, აქ უკვე ცით ჩვენთან საერთოდ ჩვენ საზოგადოებაში დაწყებული ჩემი ბავშვობიდან ყოველთვის ფასობდა განათლება, ცოდნა. ცოდნა იყო ერთ-ერთი მთავარი, ხო? თქვენ სადმე გაგიგიათ, რომ ვიღაცას ეკადაგა და ეთქვა, რომ არ გინდა ცოდნა, ნუ გექნება. მაგრამ ეხლა ნახე რა ირკვევა? ისევ მათეს სახარებიდან ნახეთ ერთ პატარა ამას წავკითხავ. კეთილ კაცს კეთილი საუნჯისგან გამოაქვს კეთილი და ბოროტ კაცს ბოროტ საუნჯისგან გამოაქვს ბოროტი. ანუ ამით რას ვარკვევთ ჩვენ? რას გებულობთ? გებულობთ იმას, რომ თურმე ამ სამყაროში არსებობს როგორც სწორი კეთილი ცოდნა, ასევე ცუდი ცოდნა. და აქედან გამომდინარე ამ დედამიწაზე ჩვენ რა ცოდნას მივიღებთ, იმაზეა დამოკიდებული ჩვენ ცხონდები თუ წარწმინდებით. ამიტომ ცოდნა თუ ის არის ცოდნა, ის აპრიორში კარგი კი არ არის. შეიძლება დღეს ჩვენ ღებულობთ ისეთ ცოდნას, რის გამოც ჩვენ პირიქით შეიძლება ჯვარს ვაცვათ ღმერთი. ხო, მოდით ჩვეულებრივად თქვათ, აი მე ჩემ გულისკივს გულახდილა, ჩვენ ახლა როგორც ერთ ოჯახში ისევ საუბრობთ, იმიტომ რომ აი ეს ხალხი ვინც გვისმენს უკვე ჩვენ არაფერი დასამალი არ არის. აი ჩემი პრაქტიკიდან ბევრი ბავშვი სკოლინდელი დროის ასაკის ბავშვები სანამ სკოლაში დადიან, აქტიურად დადიან ტაძარში. მერე ხდებიან აბიტურიენტები, მოდიან, ლოცავთ, რომ აი უნდა ჩააბარო რაღაც. ხდებიან აბიტურიენტები და რაღაცა ვეღარ მოდიან. და მათი მშობლებიც ხო დადიან ჩვენთან. მამო, რაღაცა დაემართა ჩემ ბავშვს. აღარ უნდა ეკლესიაში სიარული. ანუ რას ნიშნავს? ანუ მე არ მინდა ახლა არც ვეღარავის დაბრალება, არც არაფერი, მაგრამ ფაქტია, რომ უმაღლეს სასწავლებლებში რაღაცა ხდება, იქ რაღაცა ისე ცოდნა საძლევენ მათ, რომ მათთვის ეკლესია ხდება მარგინალური და მიუღებელი. ხო, მაგრამ რა გვინდა ჩვენ ისეთი ცოდნა და ის ასაკიც ეხმარებათ. ხო, ასაკიც ეხმარება და პლუს მამო, ძალიან მაპატიეთ ერთ სიტყვით, ძალიან ბევრი ილიანონი და რაღაცები, აი დემონური უნივერსიტეტები არის, პირდაპირ აი როგორი ღვთისმომბელები არიან, იცი, ლექტორები, უგათახსირებულესი ხალხი არიან, ბევრი მამო, როგორები, იცი, აი დავით აღმაშენებელზე წარმოიდგინეთ, ქადაგებდა ერთი მღვდლის შვილი იყო, კიდე რომ თრიაქის ქვეშ იყვნენ, ის მებრძოლებიო, რომელმაც მოიგესო ბრძოლაო, წარმოიდგინეთ, თრიაქის ქვეშ, აი მაგას რო იტყვი კაცი, წარმოიდგინეთ. აი ესეთ რაღაცებს ამბობენ პროფესორი ქვია იმას დღეს რომ მაგას რო პროფესორი და მე მამა ლუკა სუპატაშვილის შვილის იყო იქ რა რომელიღაცა უნივერსიტეტში შეიძლება ზუსტად და იმან შეეწინააღმდეგა მე უთხრა წარმოიდგინეთ რას კადრულობენ ძლევა ის აი წარმოიდგინეთ აი ესეთი ერთი ყველაზე ერთ-ერთი უძლიერესი ბრძოლა და ისინიო მოწეულები იყვნენ მაგიტო მოიგეს წარმოიდგინეთ ხა ლექტორი რომ მამა ლუკას იმ შვილმა რა წარმოიდგინეთ ის ბავშვი შეეწინააღმდეგა ხო და მე გეუბნები აი ესეთი როგორ უკვე წლების განმავლობაში შეიძლება რომ რაღაცა ერთხელ ორჯერ მოხდეს, ნუ შეიძლება ერთხელ ორჯერ ყოველთვის დამთხევა არის. მაგრამ აშკარა ტენდენცია არის. ბავშვი რომელიც მოდის უკვე უყვარს ეკლესია, ასე შემდეგ, რატომღაც უმაღლეს სასწავლებელს ესე კან ძალიან გაცივდება. იცი, მაინც და მაინც ღმერთის უარყოფელიც არ უნდა იყო. აი ერთი ნაბიჯიდაც რო უკან გადადგე ესეც უკვე აღარ ვარგა. ხო. და ანუ ჩვენ ვაკეთებთ იმ დასკვნას, რომ არსებობს ბევრი ცოდნა, რომელიც შეიძლება წარწმენდისკენ წაგვიყვანოს. და რაც თავარი, ეხლა მოდით ვისაუბროთ, როგორ არის მოწყობილი ადამიანი. ადამიანი დაახლოებით არის ჩვენი მეხსიერება, ჩვენი აზროვნება. კი ამბობენ, რომ ეს ადამიანის ვინ შეუზღუდავია, მაგრამ რეალურად დღეს რაღაცა ლიმიტი აქვს. გონებას აქვს რაღაცა ლიმიტი. ანუ ყოველი შემდეგი ინფორმაცია, აი წარმოვიდგინეთ ახლა აი ამ ოთახს ხო, აქ ამ სტუდიას ხო, აქ თავისი ლიმიტი. თუ ლიმიტზე მეტი ადამიანის შემო, ვეღარ უბრალოდ კარებშიც ვეღარ შემოეტევა. ყველაფერში ლიმიტი არსებობს და ჩვენ იმაშიც არსებობს ლიმიტი. და ჩვენ ყოველ უაზრო ცოდნას რო ვღებულობთ, ხო? ჩვენ ვავსებთ იმ ჩვენ
აზროვნებას და აღარ ვტოვებთ იმას, რომ ის რაც უნდა ისავქრად მივიღოთ მართლა სული საცხონებლად. მე რომ თან ახალგაზრდა ვიყავი, პირდაპირ ასე ავდექი და იმით ვიყავი დაინტერესებული, მანქანა ვყავდა და ჟიგული, მაშინისა და მისი ძრავის გაძლიერება მინდოდა. და ზეპირად ვიცოდი, აი ჟიგულის ძრავის ყველა დეტალი, მისი ზომა და რო ამაგრებ, რა სიძლიერით უნდა დაამაგრო, რამდენი ნიუტონ მეტრით უნდა მიაწვი და ასეთი რაღაცებით ჩემი თავი იყო სავსე. მე დღეს რო შევხედავდი ტარაკანს, ვეტყოდი რომელი ჯიშის ტარაკანა არის და დედალია თუ მამალი, აი ესე რო გაირბენ და ვეტყოდი. იმასე არ ვაბო დავუშვათი გველებზე, რაღაც იმებზე, ფრინველებზე, რაღაც იმებზე, რა ვიცი 1000 რაღაც იმას და 1000 რაღაცით მქონდა ის წყალქვეშა ნავი რისგან შედგება, რანაირად და რამდენი ფენისგან არის აწყობილი და რაღაცები და ის თავარი ცოდნა და აი ახლა როცა მე ვკითხულობ, აი ახლა დღეს მე წინასწარმოწმუნდან ერთ ძალიან მაგარ ადგილს დავიკითხავ, ხო? მე ვხვდები რომ აი ის თავარ ცოდნას მე არ ვღებულობდი. და მთელი ჩემი აი ეს პიროვნება შევავსე უაზრო ცოდნით. უაზრო არასასარგებლო ცოდნით. ამიტომ ჩვენ დღეს უნდა შევძლოთ ძალიან ზუსტად მოვახდინოთ დიფერენციაცია. ცოდნა. იმ წუთში ეს აპრიორში არ უნდა იყოს რაღაცა ძალიან სანატრი და რაღაც ის. შეიძლება ისეთი ცოდნა მივიღო მე რომ საერთოდ გარეწარი გავხდე. ხო? ამიტომ დღეს როცა სექტემბერია და ჩვენ დავიწყეთ სწავლა, უნდა ამაზეც ვიფიქროთ. რა სწავლობთ? ხო. რა სასწავლო წიგნები გვაქვს? გვაცხონებს კი არა ის რომ ამბობს ეს გზა ეკლესიამდე მეგვიყვანს და რა საჭიროა თუ ეკლესიამდე ანუ რა სწავლით, რას ვასწავლით ჩვენ ბავშვებს. აი წარმოვიდგინოთ, ეხლა ხო ვამბობთ რომ დღეს ჩვენ ვართ, გასაგებია საერო ქვეყანა და არ ვართ თეოლოგიური ქვეყანა და რაღაც, მაგრამ ხო შეიძლება სკოლაში აი ეს ადგილი ბიბლიიდან მოყვან, როცა პალესტინაში პაპანაკება სიცხეში, როცა ყველა მიდიოდა შუადღეზე იძინებდა, ვერ უძლებდნენ იმ სიცხეს. მამა აბრამი, რომელიც იყო ამხელა მონების და მოსამსახურების ფლობელი, სტუმარს ელოდებოდა. ხო, გამოდიოდა და ელოდებოდა იქნებ ვინმე გაივლის და დაღლილი იყოს. რომ შევიყვანო მაშვრალი წყურია, იმიტომ რომ უდაბნოში მოდიხარ, იქ სად არის ის ონკანები და რაღაც ისინი, შეიძლება 100 კილომეტრი გაიარო და ერთი ის არ შეხვდეს, ხო? რაიმე ისეთი ჭა და რაღაც ის. და ის გამოდიოდა და ჭდებოდა. ანუ აი ეს რას ნიშნავს? სტუმარმოყვარეობა, ხო? რო ლოცავენ ხოთაშორის ეს არიციან მამა. ხო იცით არის სადღეგრძელოც არის ხოლმე მამა აბრამის სტუმართმოყვარეობა მოქცეს ღმერთმა და ლოცვა არის ესეთი და. ხო, მაგრამ მე ანუ რა შევოდა მამა, თუ შეიძლება რომ უფრო დეტალურად უთხრათ, რომ აი ძალიან სიცხეში როცა აი მუშებიც კი ისვენებდნენ, იმიტომ რომ ფიზიკურად ვერ იმუშავებდნენ. მონები, მისი მონები მიდიოდნენ და იძინებდნენ და მას თვითონ პრეტენზია არ ჰქონდა რომ მის მონას ძინავს. თვითონ გამოდიოდა, ჯდებოდა იმ პაპანაკება სიცხეში და ელოდებოდა და ზუსტად ღმერთისგან დაიმსახურა, როცა წმინდა სამება გამოცხადდა მას. ხო. და ამხელა ერის მამა გახადა და პრაქტიკულად მოხუცი და ბერწი ძველ აღთქმაში ერთ-ერთი მას გამოიცხადა. ხო. და მოხუცი ბერწი ადამიანი, რომელსაც არავითარი შანსი არ ჰქონდათ შვილების გაჩენის, ჯერ იმისგან აგარისგან გააჩინა და მერე კიდე სარასგან გააჩინა ისააკი. ეს იმიტომ დაჯილდოვდა, რომ ასეთი იყო, ასეთი პიროვნება. ასეთი პიროვნება იყო იმ დროს, ესე იგი, ადამიანების შესაძლებლობები შეზღუდული იყო. და მისი შთამომავალიც რა გახდა მერე? ხო. და თქვენ ახლა წარმოვიდგინოთ ქრისტე, მისგან დაიბადა ქრისტე, ხო მისთან. მაგრამ რა ხდება, იცით, აქ საქმე იმაში არის, რომ აი ეს აკეთებდა არა შიშის გამო, არამედ ნამუსის გამო. ანუ ის რო წასულიყო და მას დაეძინა,
რა ვინმე ისინი სახალხო კონტროლი მოვიდოდა შემოწმებდა იტყოდა რატო გძინავს ან ვინმე საყვედურს ელემენტარული მონას დააყენებდა იგივე საქმისთვის და თვითონ დაისვენებდა ან არავინ ყველა კარებს ჩაკეტავდნენ და დაიძინებდნენ ხო всё ყველას ძინავს ყველა ისვენებს შესვენება არის ხო აბა ეხლა შესვენების დროს მიდი და ვიღაცას რაღაცას თხოვე ხო და უთხარ შესვენებაზე ნუ გახვალ და მოდი მომემსახურე იმ თავის პაიოქს რომელიც გაიგდა შეიძლება თავზე დაგახუროს იმ თემზე რაც უნდა რომ და შეჭამოს რას ქვია ყველა მაცალე რა მაცალე ხო და ის გამოდიოდა და ჩდებოდა აი ეს არის ამიტომ როცა ჩვენ ვასწავლით ხო რას ვასწავლით ჩვენ უნდა პირიქში ადამიანობა ვასწავლოთ აი სოდნა იმისთვის რომ ჩვენ დავიმკვიდროთ სიცოცხლე საუკუნე და აი ეს სოდნა და რაც თავარია მე მინდა გითხრათ რომ აი ეს ღვთის სიტყვა აი ახლა ჩვენ გადავალთ და საერთოდ იცით რატომ არის ძნელი ადამიანი საერთოდ ისე არის მოწყობილი რომ ყოველთვის მისთვის უფრო ადვილია რომ გააკეთოს ცუდი ვიდრე კარგი ხო რა საინტერესოა ადამიანი ისე არის მოწყობილი რომ ყოველთვის მისთვის უფრო ადვილია რომ ამ სამყაროს ემსახუროს ვიდრე ღმერთს აი ხო შეიძლება თუ ვიღაც ამ ხანაგმა დაგიძახოს და წახვიდე და ძალიან ისე დაეხმარო მაგრამ ღმერთის გასაკეთებელი საქმე დარჩეს ესე გაღმა დარჩეს ხო აი და ამიტომ ადამიანისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია და რაც თავარია ახლა აქ რაშია საქმე ძალიან მნიშვნელოვანია რომ ადამიანებმა მიიღონ სწორი სიტყვა და აი ახლა მე მინდა წაგიკითხოთ ერთი ადგილი არის წინასწარმეტყველი ამოსი სხვათა შორის ამოსი არ მიეკუთვნის მცირე წინასწარმეტყველებს მიეკუთვნის მაგრამ მცირე რა რო ისეთი პოპულარული არ არის როგორც ახლა როგორც ისაია იერემია დანიელი ხო ამოსის დავითი არც ქვია ბევრ სასწაულებს ხო და ის იყო ჩვეულებრივი მწყემსი და ნუ მთლიანად რო წავიკითხოთ ხო შეიძლება იცით რა არის საერთოდ გირჩევთ ამოსი წაიკითხეთ და თუ ძალიან ნელა დაკვირვებით წაიკითხოთ გეგონება რომ დღევანდელ დღეს ამხილებს ეს კაცი აუ თქვათ რა მაგრამ ეს ამოზე მე ხა ჩვენ რო დავიწყოთ საუბარი ამას ცალკე გადაცემა ეხლა მე უნდა უბრალოდ მისი მერვე თავიდან მე-11 მე-12 და მე-13 სტროფი წავიკითხო წაიკითხე ხო ამას წავიკითხო მაგრამ საერთოდ 10 თავი აქვს მაგას და ნახეთ 10 თავში რამდენი რაღაცა უწერია და ეს არის მერვე თავის აი ესე მე-11 და აი ნახეთ და აი ეს ახლა მოხდება ჩვენ აზროვნებაში დიდი გარდაქმნა ნახეთ მოდით ახლა გადავშალოთ ძველ აღთქმაში ახლა ჩვენ ახალ აღთქმაში ვიყავით გადავიდეთ ძველ აღთქმაში და აგერ წინასწარმეტყველი ეს თქვენც კი 40 წლის მოდელმა ახლა აღმოჩინეთ ეგ რაღაცა ესე თქვა ამ დროს კი მე აი ზუსტად ეს მეწყინს რომ მე იმ ჟიგულის ძრავის ნაწილები ვიცოდი ზეპირად და აი ეს ამოსი კონდა წაკითხული მაგრამ რატომღაც მაშინ ვერ ჩაწდეთ იმიტომ რომ შეიძლება 1980 წელს არც იმდენი ის ქონდა აზროვნება და რაღაც ზუსტად რაღაცა იმ დღემ სხვათა შორის ზუსტად აღწერს იმ დღეს ჩვენ რა მდგომარეობაში ვიწყავთ თქვენ ახლა მიხვდებით და მაგრამ მაინც ბოლომდე ვერ აღვიქვი და აი მოდით ნახეთ რას წერს აჰა დგება დღეები ამბობს უფალი ღმერთი როცა მომავლენ ქვეყანაზე შიმშილს ძალიან კარგი ხო ეხლა თუ მე ამით დავამთავრებდი ახლა ამით წაკითხვას ჩვენ ყველანი მიხვდებოდი რომ მე ვსაუბრობ ძალიან ცნობილ თემაზე რომ მეორედ მოსვლამდე იქნება პროდუქტების ნაკლებობა ზოგისთვის შიმშილი იქნება ეს ცნობილია და ამაზე ყველა ლაპარაკობს ხო მაგრამ ეხლა რო გავაგრძელებ მე ნახავთ ეს გენიალურს ანუ ეხლა ისევ წავიკითხა მაგრამ უკვე ბოლომდე აჰა დგება დღეები ამბობს უფალი ღმერთი როცა მოვავლენ ქვეყანაზე შიმშილს არა შიმშილს პურისას სულიეს და წყურვილს წყლისას არამედ უფლის სიტყვების მოსმენისას
ანუ უფლის სიტყვის შიმშილი დადგება. თქვენ შეგიძლიათ დაიჭეროთ ეხლა რომ აი ხლა დღეს რო ვთქვათ ხო ხლა ესე იგი წარმოვიდგინოთ რომ დღეს ჩვენი გადაცემით ჩვენ რას ვაკეთებთ აბა წარმოვიდგინოთ ეს უკვე დეფიციტური ახლა თქვენ რო უფასოდ არიგებდეთ პროდუქტს ხო რა იქნებოდა აქ ეხლა აი აქ ეხლა თქვენ რო გქონდეთ დალაგებული პროდუქტი და უფასოდ არიგებდით აქ რა თავპირისტრევა იქნებოდა ამ დროს დღეს ჩვენ აქ ვარიგებთ ღვთის სიტყვას რომლის შიმშილი დადგება როდისღაც. ეხლა წავიდეთ დარში. და ნახეთ რა იქნება. იხეტიალებენ ზღვიდან ზღვამდე და ჩრდილოეთიდან აღმოსავლეთამდე. მიდამოდივლიან უფლის სიტყვის საძებნელად, მაგრამ ვერ ჰპოვებენ. ღონე მიეხტებათ იმ დღეს მშვენიერ ქალწულებს და ჭაბუკებს წყურვილისაგან. ანუ ღვთის წყურვილისაგან მშვენ. აი ახლა ნელ-ნელა გავშიფროთ. ანუ რა ხდება? ანუ ის ამას ვინც ეძებს ის მშვენიერია. არა, პირიქით. მათ არ ქონდათ. აი ახლა მას ანუ რა ხდება? საუბარი მიდის რომ დადგება თუ როცა ღვთის სიტყვას შიმშილი დადგება. და ერთხელ უკვე მისი სიტყვა აღსრულდა. საბჭოთა კავშირის დროს. და დღეს ბევრი ტოტალიტარული ქვეყანა ჩრდილო კორეა იქ ღმერთის სახელის ხსენებაზე დახვრიტავენ უბრალოდ. ხო? ჩინეთშიც მაინც და მაინც დიდად არ იმაშობა. ნუ არის კი, მაგრამ მაინც და მაინც დიდად ყოველ შემთხვევაში ქრისტეს ვერ იმასის რაღაც. ხო და ძალიან ბევრ სხვა ადგილას, ხო? მაგრამ საბჭოთა კავშირის პრაქტიკულად სამა თაობამ გაიზარდა ღვთის სიტყვის გარეშე. შიმშილი იყო სულიერი. ეხლა ვინც იყო იშვიათი გამონაკლისები, უბრალოდ ისინიც დევნაში იყვნენ. ფიზიკურად ბიბლიას ვერ იშოვიდი. საქართველოშიც მე მინდა გითხრათ რომ პირდაპირ გეტყვით. აი 77 წელს როცა პატრიარქი ილია მეორე გახდა პატრიარქი, მის შემდეგ საქართველოში დაიწყო ლიტერატურის ბეჭდვა. თორემ არ იყო ფიზიკურად აი ვიღაცას თუ საიდანღაც როდისღაც რაღაცა ბიბლია რო ქონოდა ეს ისეთი იშვიათობა იყო აი თქვენ ეხლა რო კოსმიური ხომალდის რაღაცა ძრავის ნაწილი რო გედოს სახში ეხლა რამდენ ადამიანს უდევს სახში იმდენად იშვიათი იყო და მე მახსოვს რომ აი უწმინდესის მიერ და თანაც პატრიარქი ნუ აი ძალიან კლასიკურად გააკეთა ადგა და პირველად გამოუშვა კალენდარი და კალენდარში წმინდა 4 თავი დაბეჭდა. მახსოვს უკანა მხარეს რო იყო ხო რომ მოხდებოდა. ჯულის კანონიც ხომ ან ჩააკია, გახსოვთ მამო. სხვადასხვა ყოველ წელიწადს რაღაცას კიდე იმასთან, იმიტომ რომ არა და აი მე მახსოვს ესე იგი რაჭკვიანურად გააკეთა პატრიარქმა და რა ის დაუჯდა მას მერე თქვენჩით აი პირდაპირ ბრძოლა დასჭირდა. აი ჩათვალეთ აი ხო იცით ეს ბაგირის გადაწევა ხო გინახეთ ეს სპორტი აი საწყალ პატრიარქს რომ აქედან მარტო იდგა და იქიდან მთელი საბჭოთა ხელისუფლება რომ მას ესე იგი მიეცა ნებართვა და პირველად 5000 კალენდარზე მოგვეცა ნებართვა. მერე ისეთი პოპულარული იყო მიხვდნენ, უნდათ შეეკვეცათ ტირაჟი. მერე ამაზე რამდენმა პატრიარქმა რამდენი იწვალა, რამდენი რაღაცა, მერე მოახერხა პატრიარქმა და წმინდა 4 თავი ცალკე დაიბეჭდა, ბიბლია ცალკე დაიბეჭდა და აი ეს ყველაფერი, მაგრამ რა არის იცით, აი დღეს სალმონი მამა, სალმონსაც ხო ატარებდა, ხო, მაგრამ დღევანდელ დღეს იცით რა ხდება? აი ძალიან ბევრი ადამიანი ამას რო ისმეს, ვინც დაიბადა 88 წლის შემდეგ რაღაც ისა, მათთვის ეს რასაც მე ახლა საუბრობ, ფარატინა ქაღალდიანი. იმათ არ ესმით, რა სირთულეებთან იყო. ეხლა რა მოხდა ბიბლია დაიბეჭდა. იმ დროს ეს იცით რა სირთულეებთან იყო? აი ჩათვალე, აი თქვენ რო წეღან ახსენეთ დავით აღმაშენებელთან აი ეს მებრძოლები, აი დაახლოებით იმ აი არავით არის სხვაობა არ არის იმ ბრძოლის თუ იქ მაინც შენ შეგიდო და აი შენ ამ სახელმწიფოს წინაშე ყველანაირად უძლური იყავი.
აბა შენ ერთი კაცით რა მაგარი პატრიარქი და აი პატრიარქმა ძალიან ბევრი იზრუნა აი სხვათა რომ ღვთის სიტყვა საქართველოში კარგად გაისმას და მე მახსოვს პატრიარქმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის რომ სემინარია ჯერ ხო როცა რექტორი იყო თქვენ მე მაშინ მოგიყევით ხო თვითონ რო ააშენა თავისი მშობლების ფულით ააშენა ეს ცხეთაში და ისა მაგრამ უკვე ჩემ დროს როცა მე ვსწავლობდი მე ვხედავდი როგორ ზრუნავდა პატრიარქი რომ თუ რაიმე კარგი ძლიერი მასწავლებელი თუ შეიძლებოდა რომ მოსულიყო ჩვენთან მასწავლებად ყველაფერს აკეთებდა რომ ეს მასწავლებელი მოსულიყო ის კი არა პატრიარქმა თვითონ სპეციალურად შეიძინა საეკლესიო იმით მანქანა ძღოლი დასვეს რომ ეს იმიტომ რომ ეს რომ ცხეთაში იყო რომ მასწავლებლები თბილისიდან ჩამოიყვანათ ცხეთაში და მე ისევ წამოეყვანა თბილისში და ძღოლი ემსახურებოდა იმისთვის რომ სემინარიაში გაზრდილიყო დონე და მე გამოსულიყვნენ უფრო ისეთი სასულიერო პირები ვისაც შეეძლოთ ღვთის სიტყვა მიტანა ადამიანამდე ქადაგება იმიტომ რომ მე შენ უნდა მრავალმხრივად უნდა იყო ხო გათვითცნობიერებული ამიტომ ყველაფერი გააკეთა იმ დროს თუ ვინმე კარგი მასწავლებელი იყო და არ შეეშინდა და დათანხმდა რომ მოსულიყო და სემინარში ესწავლებია საერო ხალხიც სასულიერო პირებიც და საერო ხალხიც ბევრი იყო ხო ისინი დადიოდნენ და პირდაპირ ავტომობილით მოყავდა და თვითონ პატრიარქი აუცილებლად წელიწადში ორჯერ მინიმალურად ესწრებოდა სემინარიაში მცხეთაში ჩამოდიოდა მისაღებ გამოცდებზე და გამოსაშვებ გამოცდებზე აუცილებლად ჩამოდიოდა და ხშირად ანდრია პირველწოდებულის დღესასწაულს იმიტომ ჩვენი სემინარია იმის სახელს ატარებდა. ანუ პატრიარქმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის რომ საქართველოში აი ამ ღვთის სიტყვის მიტანის ადამიანამდე დონე გაზრდილიყო. იმიტომ რომ 77 წლამდე ეს არაფერი არ იყო. მაშინ თქვენ მისი სტიქაროსანი ბრძანდებოდით. მე გეტყვით ახლა. მოდით პირდაპირ თქვათ. არ იყო იქ. არ იყო იმ დონის სასულიერო და თვითონ პატრიარქ დავითს სტიხაროსანი არ ყავდა თავისი დევდარიანს არ ყავდა ფიზიკურად არ იყვნენ და ის როცა მსახურებას ატარებდა ასეთი მიტროპოლიტი ზინობი მაჟუგა იყო ალექსანდრე ნეველის ეკლესიაში და ის გამოყოფდა რამდენიმე თავის სტიხაროსას რომლებიც მოდიოდნენ და ემსახურებოდნენ პატრიარქს, მაგრამ მისი სტიხაროსნები არ იყვნენ. ესე იგი, მეოფე ზინობის მაჟუგას რო არ გამოეგზავნა თავისი სტიხაროსნები, რა დრო იყო. პატრიარქი ვერ ჩაატარებდა იმას რა ქვია. მსახურებას. ნუ არა, კი ჩაატარებდა, მაგრამ თვითონ მოუწევდა ონოფორის გახდა საკუთარი თავის შემოსება, ან ვინმე ღმერთს უნდა ეს შეესრულებია. და პატრიარქი რო დადგა უკვე 79 წელს მე რო სტიხარი ჩავიცვი. ტევა იყო სიონის საკურთხეველში სტიხაროსნებისაგან. და ძალიან ახალგაზრდები იყვნენ. მაშინ 16-ის ვიყავი და 14 წლის ბავშვებიც კი იყვნენ იმ დროს. ეხლა საბჭოთა კავშირის არასრულწლოვანი ბავშვი რო ეკლესიაში სტიხარს რო ჩაიცმევს. ხო? ამის ყველაფრის გაკეთება, მაგრამ დღეს ამას არავინ ეცით ზოგიერთს გრძელიანა და რაღაცა, იმიტომ რომ ვინც მოვიდა ეხლა დღევანდელ დღეს და ყველაფერზე გამზადებულზე მოვიდა და ეხლა ის არ მოსვენს, ეს არ მოსვენს და რა დღეები გავიარეთ ჩვენ. აი ეს დღეები, რასაც ამოსი წერს, როცა წყურვილი იყო. ესე იგი, რო იცოდნენ რომ ეკლესიაში ვარ, კალენდარი რო გამოდიოდა თანწოდნე რომ პატრიარქის სტიხაროსანი ვარ, ესე იგი იწყებოდა ზარები, მოსვლები, იქნებ ერთი კალენდარი გამიგეთო. მე ვამბობდი მე რა შემიძლია და ბოლოს მე რომ მერგებოდა ის კალენდარი, მე ვამბობდი რომ აჰა თქვენ და იცით როგორ ერთმანეთს აძლევდნენ, თხოვლობდნენ ერთმანეთისგან რომ იქ წაეკითხათ ეს კალენდარი და აი ასეთი ამბავი იყო. აი ასეთი წყურვილი იყო. სიტყვის და ეს რაც დაწერა, მაგრამ გასაგებია რომ ეს ეს წერია კიდე ბოლო ჟამზე. ანუ რა ხდება ეს ასეც არის. ეს დრო კიდე დადგება. აუცილებლად. და იცი რატომ დადგება? შეიძლება დევნის გამოც დადგეს, მაგრამ დევნის გამოც რო არ დადგეს, დადგება რაღაცა მომენტი, როდესაც ეკლესია თავის ფუნქციას დაასრულებს.
იმიტომ რომ ეკლესია რა არის? სულიწმინდის მადლი, როგორც ისა რა ქვია, პატარძალი, უნდა სიძეს მიუყვანოს ის, ანუ ქრისტე რომ მოვა, ეკლესია რო ჩაბარდება ქრისტეს, ეკლესიის ფუნქცია დამთავრდება. როგორც კი დაიწყება მეორედ მოსვლის ეტაპი, всё, ჩემის როგორც სასულიერო პირის ფუნქციები დამთავრდება. всё, ერთადერთი ღდელი ამ სამყაროში არის ქრისტე. ჩვენი ფუნქცია, ეკლესიის ფუნქცია დამთავრდება და იმ დროს აი ამ პერიოდში ძალიან ბევრი მიხვდება და აი ეგ შეხედეთ, ნახეთ რა წერია, ეს არის. რო ცდებოდნენ, ხო? რო ებრძოდნენ ამ ყველაფერს. და ღონე მიეხდებათ იმ დღეს მშვენიერ ქალწულებს და ჭაბუკებს წყურვილისაგან. ანუ რა, მშვენიერი ქალწულები და ჭაბუკები ვინ არიან? ეს არიან ის ადამიანები, რომელიც დღეს ბოგემურ ცხოვრებას მისდევენ. დღეს მიდიან მაგათთვის რაღაც ღამის ბარები, რაღაც ისინი დროს ტარება, რაღაც ფართები, დაბადების დღეები, სადღაც საზღვარგარეთ რაღაცა კრუიზები და ასე შემდეგ. ეხლა იმას უთხარი, მოდი დადექი და მოდი ღვთის სიტყვა მოისმინე, მოასმენინებ და ეს მშვენიერი ქალწულები, ხო? და მშვენიერი რატომ? ეს ადამიანები, რომლებიც ძალიან დიდ დროს კარგავენ საკუთარ იმაზე, შეხედულებაზე, ანუ როგორ დადგებიან და იქ რაღაცა სარკესთან საათობით რო იმაშრებიან მოულიან მერე ტანსაცმელი უფრო მეტად ვიდრე სულს, ხო, სიტყვაზე თორე. დიდროს კარგავენ იცის რომ რაღაცა ტანსაცმელი მოიპოვონ, მერე ის ჩაიცვან, ის როგორ გამოიხედება იმ ტანსაცმელში და ასე შემდეგ და ეს მშვენიერი ქალწულები და აი ეს ჭაბუკები. აი ესენი, ვინც აი ამ ფუქსავატურ ცხოვრებას ეწევიან და აი ასეთი აი ამაზე ასე რომ ვთქვათ, დროს ატარებენ. და აი ისინი იმათვის დადგება, მაგრამ აქ ნახეთ რა მომენტი არის? აი ის რაც ეხლა ამოსმა თქვა, ზუსტად ამისი პარალელი სად არის? ბრძენი ქალწულები, ბრძენი და სულელი ქალწულები, რომ ვისაც ჰქონდა ზეთი, ვისაც არ ჰქონდა. ეხლა მართლა ზეთი არ, ზეთში ნაგულისხმებია სულიწმინდის მადლი და ღვთის სიტყვა. ანუ შენ ის სულიწმინდის, ანუ რა ხდება, იცით? ჩვენ უნდა ყოველთვის ვამბობთ, ხო, რომ არასდროს გვიან არ არის, რომ ღმერთთან რომ მივიდეთ, მაგრამ რა ხდება? არის ზოგიერთი რაღაცა, რომ გვიან არის და ეს იგავი ბრძენ ქალწულებზე ზუსტად ებმევა ამოსთან, რომ დადგება, ანუ შენ გაგ რაღაცა დრო მოცემული, როცა ეს შენ შეგიძლია ძალიან იოლად მოიპოვო, უშრომელად, უწვალებლად, მაგრამ რაღაც აი მოვა სიძე და მორჩა, ეს არის რუბიკონი. უკვე ვერაფერს ვეღარ აკეთებ. აი ძალიან მოინდომებენ მაშინ. და ეს სიტყვა უკვე გვიანი იქნება. ამიტომ მე მინდა ვთქვა, რომ აი ეს გადაცემა, რომელიც ჩვენ გვაქვს, აი ეს გადაცემა არის პურის და წყლის მიცემაზე უფრო მნიშვნელოვანი. და ამიტომ მე მოუწოდებ ჩემ კოლეგებს, რომ მოდით უფრო მეტი მოვიდეთ, ვითანამშრომლოთ, უფრო მეტი გავაკეთოთ და აი ეს ამოსის მერვე თავის მე-11 მუხლი და ყველამ წავიკითხოთ და გავიაზროთ, რისთვის უნდა ვიყოთ მზად. და დღეს რომ აი ეს გადაცემა რომ უფასოდ, უარაფროდ რომ მიდის აი დღეს მოსახლეობამდე, მერე ის ვინც გვისმეს, მაგრამ ვინც არ გვისმის და ახლა დღეს სადღაც ღამის ბარში და კლუბებში დროს ატარებენ, აი მაშინ მოსწყურდებათ და მოვარდებიან და გვითხრით რა ვქნათ, იმიტომ რომ მიხვდებიან რომ საუკუნო სიცოცხლეს კარგავენ. მაგრამ გვიან იქნება, იქ რო ქალწულებში დაიკეტა სიძემთქო, მე არ გიცნობთო თქვენო და დაიკეტა კარები და დარჩნენ ისინი გარეთ. აი ეს არის. ამიტომ ეს არის ამოსის ეს ისა წინასწარმეტყველება უნდა იყოს ამ გადაცემის, ასე რომ ვთქვათ, რაღაცა ქუდივით უნდა იყოს. მოდით ძალიან სხვანაირად, აი დღეიდან ჩვენ სულ სხვანაირად უნდა შევხედოთ აი ამ გადაცემას. შემდეგში აუცილებლად კიდე მოდი დროს ავიღებ და უფრო რაღაცნაირად აი ჩაიაროს ამ ყველაფერმა ორომტრიალმა და სამწუხაროდ ჩვენ და მართლა მოგყარა ამ ქვეყნიურმა ამოება სულ აი მან მოგპერა ჩვენი სულიერი ის და ძალიან გული მწყდება და ჩვენ უნდა ვიცოდეთ უნდა მოვემზადოთ და ეს დრო ამოსმა რაც თქვა იმიტომ რომ აიქამდე რა წინასწარმეტყველა ყველაფერი შესრულდა რა თქმა უნდა ეს შესრულდა ამიტომ წაიკეთ მთლიანად ამოსი
ძალიან დიდი მადლობა და მამა გული მწყდება ძალიან რომ ჩვენი დრო ამოიწურა და მამა გაბრიელს ძალიან ახლოს იცნობდი და მინდა მეკითხა, მაგრამ შემდეგ გადაცემაში შენ პირდით რომ რაღაცას მომიყვებით აუცილებლად და ძალიან დიდი მადლობა მამა. სხვათა შორის აი ჩემთან როგორ არის იცი ძალიან ბევრი მოძღვარი ესე მოდის, მოდიოდა რაღაცა და ის რჩეულები რაღაცნაირად ნენელა ის ადამიანები შემომჩით, რომელიც აი უკვე მე-16 წელია ესე დადიხარ და დიდი მადლობა მამაო და მინდა რომ ეს კიდე გაიზარდოს და უფრო მეტი მოძღვარი. აუცილებლად ყველა მოძღვარი ვალდებულია დღეს, რომ ჩვენ უნდა გავაათმაგოთ და მოვასწროთ. აუცილებლად. უნდა მოვასწროთ. იქნება, დრო მოვა რომ მე 12 საათიანი რეჟიმში მექნება. აუცილებლად. აი თქვენი გადაცემა იყოს სულ ყოველდღიურად იყოს. იქნება და მადლობა რომ ხელს მიწყობენ, მამაო. ეს არის ეკლესიის საათი, რომელიც მე პატრიარქმა თავის დროზე მაკურთხა და აი ეს ტელევიზია სულ ხელს მიწყობს იმაში, რომ აი აქ რომ ვიტყვი მამაო, რომ მოძღვარი უნდა მოვიდეს ამ ტელევიზიისთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის და მადლობა ამისათვის ამ ტელევიზიას, იმიტომ რომ სხვათა შორის მამაო ძალიან ბევრჯერ დადგა საფრთხე, ყველა ებრძოდა, რომ ეს ტელევიზია დახურულიყო და სწორედ იმიტომ რომ აი ამ ხელა სიკეთის აკეთები, რომ თქვენაირი ხალხი აქ მოდიან და ღვთის სიტყვა ვიღაცას ესმის, გადარჩა მამაო, რაღაცნაირად ცოცხლობს, არ ვიცი როგორ. ამოსის იმის ტირასი, ამოსის მადლით გადარჩა. აიცით როგორ მამაო, თქვენ ხო იქ სტუდიებში დადიოდით, იმდენი გვებძოლეს, ხო ხედავთ, აქ გადმოვით, ეხლა აი აქედან სუბძოლებია, მაგრამ მაინც არის, იმიტომ რომ აი ამათვის ამ ტელევიზიაში პატრიარქი რო არ იყოს უპირატესი, მნიშვნელოვანი და სასულიერო პირები, ესე არ იქნებოდა, იმიტომ რომ 1000 აი როგორ გადარჩა, ვერ ხვდები მე და მაინც გადის და იქნება სულ ღმერთს თხოვე. აი ესე როგორც ჩვენმა ეკლესიამ გადარჩა, აი მწუხის დროს და მადლობა ღმერთს, რომ პატრიარქი მოვიდა და ძალიან დიდწნეხს გადის სულ. შინაური თუ გარეული ყველა ებრძოდა და ყველა ებძვის დღესაც, მაგრამ აი ღვთისწყალობით მართლა ჰაერზე როგორ სუნდა, როგორ არსებობს არ ვიცი, მადლობა ღმერთს ყველაფრისათვის მოგვიხსენიეთ ძალიან გთხოვთ განსაკუთრებით პატიმრებმა, აი ძალიან გთხოვთ, იმიტომ რომ დიდი ძალა აქვს თქვენ ლოცვას. ბენიერებას გისურვებთ, მამა გიორგი ჩაჩავა გახდა ჩემს სტუმარი, რომელიც აი სულ სტიმულს და რაღაც ახალს გვაძლევს ხოლმე ჩვენ და დიდ მადლობას მოგახსენებთ. ხვალ დაგიბრუნდებით მამა ალექსანდრე ბოლქვაძესთან ერთად მაგას შემოელო ჩვენი თავი და იცი სამწუხაროდ დრო ამოიწურა ყველანაირი ბედნიერებას გისურვებთ. ხვალ საღამოს 8 ნახევრისას დაგიბრუნდებით. კარგად ზანდებოთ მამაო, ძალიან დიდი მადლობა ყველაფრისთვის. მადლობა თქვენ. მადლობა თქვენ პირიქით. დროებით.